ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი. ყველაფერს გავაკეთებ. მე ერთ რამეს ვიტყვი. ახლა მიუმართავ კიდევ ვინც გარეთ არის დარჩენილი ბრალდებულებს იმათ. თქვენ რამ ბიჭი მოკალით? მე ის ბიჭი წავიღე და პეტრე პავლეს სასაფლაოზე მიწაში დავმარხე. თქვენ რა გგონიათ? მე ჩემი ზრუნვაში გაზრდილი შვილი ცივ მიწაში რო ჩავფინე სახში თბილოგის მოვაშურე? არა, მე სახში თქვენთვის დავბრუნდი მკვლელებო, თქვენთვის დავბრუნდი სახში და ყველას მოისმენთ უმაღლეს სასჯელს, როგორ დღეს მოისმინა ორმა დამნაშავემ. მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დღეს დიახ ახსენა რომ გიგავალიანი იყო სრულად უდანაშაულო. დემეტრე ჯინჯოლიამ ახალგაზრდა მოსამართლემ უშიშრად სამართლიანი სიტყვით ღირსეულად დაიცვა ღირსეული ახალგაზრდის გიგავალიანის ღირსება.